მოგესალმებით პირდაპირ ეთერში მე-9 ხის გადაცემა ფერმერის საათი მე კი მისი წამყვანი თიგო კურტანიძე გახლავართ. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის აირაის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად ქვეყნის ყველაზე წარმატებულ პროექტად მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი დასახელდა. საინტერესო არის თუ არა წარმატებული პროექტი ჩვენს რეგიონში რა რაოდენობის სასოფლო სამეურნეო ბარათი გაიცა. ახალციხეში, ასპინძასა და ადიგენში რა ეტაპზე ამ დროისათვის პროექტი ამ თემაზე სასაუბროდ დღეს ფერმერის საათში სტუმრად მოვიწვიეთ ბატონი თამაზ ქველაძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადიგენის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის უფროსი და ბატონი ილია თედორაძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასპინძის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის უფროსი. მოგესალმებით ბატონებო, დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. მოგვიანებით ჩამოგვიერთდება ბატონი მამუკა თამარაძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალციხის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის უფროსის მოადგილე. ვიდრე საუბარს დავიწყებდეთ, მინდა მაყურებელს შევახსენო, რომ შეგიძლიათ დარეკოთ პირდაპირ ეთერში ტელეფონის ნომერზე 220901 და დასვათ კითხვები თემის ირგვლივ ან გამოაგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინება SMS ნომერზე 1929. ბატონ თამაზ, რა ეტაპზეა დავიწყოთ თქვენით? რა ეტაპზეა ამ დროისათვის ახალციხეში მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების პროექტი, ხელშეწყობის პროექტი, ფერმერთა დაახლოებით რა რაოდენობა მიიღო ბარათები მუნიციპალიტეტში? პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით ძვირფას ტელემაყურებლებს, სულოცავ ჩვენს ფერმერებს და ჩვენს გლეხებს გაზაფხულის მოსვლას და მოგახსენებთ, რომ ფერმერთა 2014 წლის ფერმერთა საგაზაფხულო, ესე ვთქვათ, საგაზაფხულო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამა ძირითად დასრულების ფაზაში გახლავთ. ჩვენთან უკვე 5500-მა ბენეფიციარმა მიიღო სასოფლო-სამეურნეო ბარათი. ამ დროისათვის რა ეტაპია? რამდენადაც ჩემთვის ცნობილი აგრობარათების მიღება დასრულებულია? თუ ცდები? არა, აგრობარათების, ანუ ეგრეთ წოდებული კომბინირებული ბარათები, რომლებიც ითვალისწინებს ხვნას, ესე ვთქვათ, ნიადაგის ძირითად დამუშავებას, ხვნის სახნავ ღონისძიებებს, ეს უკვე დასრულებული არის ფაქტიურად. რამოდენიმე დამატებითი სია იყო ბოლოს გადაგზავნილი ჩვენს მიერ და ვფიქრობ, რომ ძალიან უახლოეს პერიოდში ძალიან მალე უკვე მიიღებენ ჩვენი ბენეფიციარები, ხოლო რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ საბანკო ბარათს, რომელთაც შეძლებენ ჩვენი გლეხები და ფერმერები ისარგებლონ უკვე აგრომაღაზიებში, გამოიტანონ, შეიძინონ სხვადასხვა სახის კულტურის თესლები, სასუქი, პესტიციდები და მიიღონ მომსახურება სოფლის მეურნეობის სფეროში ამ სახით. ჯერჯერობით ზუსტი მონაცემები სამწუხაროდ არ აქვს ამ ეტაპზე, მაგრამ იქაც წინ არის საქმე წასული, ანუ საკმაოდ ბევრმა ბენეფიციარმა უკვე საბანკო, ესე ვთქვათ, ბარათი, აგრობარათი აიღო. დიდი მადლობა ბატონი ლია, ანალოგიური კითხვით მინდა გადმოვიდეთ თქვენთანაც, რა რაოდენობა დაახლოებით რა რაოდენობა მიიღო სასოფლო-სამეურნეო ბარათი ამ დროისათვის? პირველ რიგში მადლობას გადაგიხდით მოწვევისათვის. მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. მინდა გითხრათ, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე დარიგებულია უკვე 2575 ხნის ბარათი. ანალოგიურად სულ პროექტში მონაწილეობს ჯამში 3967 ბენეფიციარი. დანარჩენი ბენეფიციარები მიიღებენ იმ საბანკო აგრობარათს, რომლითაც შეძლებენ პესტიციდების, სასუქების და სათესლე მასალის შეძენას. ამ ეტაპზე მინდა გითხრათ, რომ 100%-ით არის დარიგებული და ათვისებული ფერმერების მიერ ეს ბარათები. მიმდინარეობს მუნიციპალიტეტში ხნის პროცესი ამ ბარათებით. დაახლოებით 66% ბარათებისა უკან არის დაბრუნებული. ძირითად მიზეზებად ალბათ შემდეგ ვისაუბრებთ. დიახ. სახელდება მცირე ნაკვეთი და შემოდგომას უკვე დამუშავებული ნაკვეთები. რა შეეხება ბენეფიციართა რაოდენობას გასულ წელთან შედარებით, თუ გაქვთ მონაცემები, გაიზარდა, შემცირდა? მადლობთ, მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელთან შედარებით პროექტში ვეღარღებულობენ მონაწილეობას ფერმერები, ვისაც გააჩნია ჰექტარი და 25-ზე მეტი მიწის ფართობი, მინდა გითხრათ, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 300 ბენეფიციარამდე მოიმატა გასულ წელთან შედარებით ამ ბენეფიციართა რაოდენობა. დიახ. ასპინძასში რა მდგომარეობა ამ მხრივ, მოდით ადიგენში ვკაცრავად, ადიგენის სიტუაციაც გავიგოთ, რამდენი ბენეფიციარი დაემატა წელს, ალბათ თქვენთანაც დაემატა. რა თქმა უნდა, დაემატა ადიგენის მუნიციპალიტეტის მასშტაბით.
ბენეფიციარები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებდნენ პროექტის მოთხოვნას, პროექტის მოთხოვნა გულისხმობს, რა თქმა უნდა, ჰექტარი და 25 მიასედამდე, ანუ ზღრული ნორმა ეს არის ჰექტარი და 25 მიასედი, რომელიც გაცემული არის, პრივატიზებული არის, ანუ გაცემული არის კერძო სექტორში, როგორც საკუთრების სახით პრივატიზებული ნაკვეთები. პიროვნებები, რომლებსაც გასულ წელს ჰქონდათ მაქსიმალური თანხით ბარათი, ეს იყო 620 ლარი. შესაბამისად 2014 წლის საგაზაფხულო ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში ეს ბენეფიციარები ვერ მიიღებენ, უბრალოდ ვერ მიიღეს ბარათები, გამომდინარე იქედან, რომ ვერ აკმაყოფილებენ მოთხოვნას, ანუ მათ აქვთ მეტი სახნავ-სათესი ფართობი მიწა, სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი, ვიდრე ჰექტარი და 25 მიასედი. შესაბამისად 99 ბენეფიციარი მარტო ამ სახით იქნა ამოღებული ჩვენი ცენტრალური ბაზიდან. მაგრამ გასულ წელთან შედარებით ბატონ ილიამ აღნიშნა უკვე, რომ ბენეფიციარების რაოდენობა თითქმის 150 კაცით მაინც გაზრდილი არის, რადგანაც ჩვენი სამსახური უშუალოდ ჩართული იყო სიების კორექტირებისა, დახვეწისა და შედგენის ესე ვთქვათ პროცესში. მაქსიმალურად შევეცადეთ, ყველას მივწვდომოდით, ყველა ბენეფიციარამდე მისული იყო ინფორმაცია, რომ მოხვედრილი იყო მათი მონაცემები, როგორც პირადი ნომერი, ასევე სახნავი ფართობის მონაცემი, სახელი გვარი და დაკორექტირებული მონაცემები. გამომდინარე აქედან ბენეფიციარების საერთო რაოდენობა ჯამში მომატებული არის. ასევე მაინტერესებს და ბატონმა ილიამაც აღნიშნა რამდენიმე წუთის წინ, რომ უკან დაბრუნებული აგრობარათების რიცხვი საკმაოდ დიდია ასპინძაში. ადიგენში რა მდგომარეობა, რამდენადაც ჩემთვისაც ცნობილი, ადიგენშიც საკმაოდ დიდი რაოდენობამ და მოგახსენებთ, ჩვენს მუნიციპალიტეტში სახნავი ბარათების ფაქტიურად 80%, რომელიც უკვე გაცემული არის, გაცემული ბარათების 80% იქნა უკან დაბრუნებული. უკან დაბრუნებაში, რა თქმა უნდა, გულისხმობთ პროექტების მართვის სააგენტოს გადაეგზავნა ეს ბარათები, მოხდა მუნიციპალიტეტის მესვეურების მიერ მათ ბარათების ჩატანა, თავიანთი რეესტრების მეშვეობით, რეესტრების დართვით, ესე ვთქვათ. შესაბამისად, მონაცემები პროექტების მართვის სააგენტო მონაცემებს გადაიტანს აგრობარათზე, რომელთაც შესაძლებელი არის, ზემოთ უკვე აღნიშნეთ, სასოფლო-სამეურნეო პესტიციდების შეძენა, ასევე სასუქები, სხვადასხვა სარგავითო სათესლე მასალისა და დაერიცხებათ იმ 50 ლარს, რომელიც ნომინალურად უკვე დარიცხული არის აგრობარათზე, დაერიცხებათ სახნავი ბარათიდან გადატანილი თანხა. დიდი მადლობა, ასპინძაზეც უფრო კონკრეტულად დაახლოებით რა რაოდენობა დაბრუნდა უკან. ეხლა მოგახსენეთ, რომ ჯამში დარიგებულია 2575 ბარათი. აქედან დაბრუნებულია 1700 ბარათი ამ ეტაპზე და ამ ეტაპზე ახლა მინდა გითხრათ, რომ შეჩერებულია უკვე ბარათების დაბრუნება უკან. როგორც რატო შეჩერდა? არის ესეთი არ დასრულებულა, მაგრამ არის ესეთი მოსაზრება, რომ ვინაიდან ჩვენთვის ცნობილია, რომ აღნიშნულ ბარათებს გამოყენების ვადა, ესე რომ ვთქვათ, აქვთ მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე და მიმდინარეობს ამ თემაზე მუშაობა, ვინაიდან ჩვენი რეგიონი არის ცოტა მაღალმთიანი რეგიონი და 1 აგვისტომდე ვერ ასწრებს ფერმერი თავისი ნაკვეთის საშემოდგომოდ დამუშავებას, ანუ გაამზადოს საგაზაფხულოდ, ვინაიდან უთესია კარტოფილი თუ სხვადასხვა კულტურები. ამის გამო ხდება, რომ უფრო მეტი ხელშეწყობა მოხდეს ამ ფერმერებისა, მიდის საუბარი ვადების გადაწევაზე, ესე რომ ვთქვათ, სადღაც თუ არ ვცდები ოქტომბრის ბოლომდე შეიძლება გავუგზავნოთ აღნიშნულ ბარათებს ვადა. აი ამასთან დაკავშირებით, იმიტომ შეჩერებული არის ამ ბარათების დაბრუნების პროცესი. მაგრამ მე მგონი ძირითადად არ შეიცვლება, მინდა გითხრათ ეს ციფრი, შეიძლება რამოდენიმე ათეულითაც კი არა, იმიტომ რომ უკვე ძირითადად იმ ბენეფიციარებმა, ვისაც სურდა ბარათების გამოყენება, უკვე იყენებენ. დიახ. ახალციხეში, ადიგენში, თუნდაც ასპინძაში რამდენადაც ჩვენთვისაც ცნობილი აგრობარათების ჩამოსვლას აგროვადები არ დაურღვევია, მეთანხმებით ალბათ. თუმცა მოსახლეობა მაინც აცხადებს, რომ ბარათებმა ჩამოსვლა წელსაც დააგვიანა. ერთია რომ მიწებს მათი ძირითადი ნაწილი შემოდგომით
ამუშავებს და მეორე ის რომ ფერმერები ბარათებს ვერ ელოდებიან თქვენ როგორ ფიქრობთ ბარათები ნამდვილად გვიან ჩამოვიდა დაიღო ამ ხრივ აგროვადები ოღონდ ამ კითხვაზე პასუხი ოდნავ მოგვიანებით რომ მოვისმინოთ თქვენგან იმიტომ რომ მაყურებელია ეთერში მოდით ჯერ მაყურებელს მოусმინოთ და შემდეგ დაუბრუნდეთ კითხვას საღამომშვიდობისა თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ და გისმენთ გამარჯობათ გენაცვალე ერთი კითხვა მაქვს აი ამ ხმის ბარათებს რო ეძახიან ამასთან დაკავშირებით. ესე იგი, თქვენ კაი ხალხო, უკვე მეორე წელია ეგ ბარათებს არიგებს და მეორე წელია უკვე შეცდომებს უშვებთ. პირველ წელს რო დაინახეთ რომ არ გაამართლა, ხალხს უკვე მოხნული ჰქონდა და უკან დააბრუნეს და ვერ გამოიყენეს ხმისთვის და ზოგმათ რუჟბა იყიდა ბოდიში ამ სიტყვისთვის და ზოგმათ უკიდა ზოგმათ აშტი დავეცა. ხო შეიძლება მეორე წელს მაინც გაითვალისწინოთ და შემოდგომით გაზაფხულის ბარათს მოდაარქვათ და საშემოდგომო ბარათი დაარქვათ და შემოდგომით დაარიგოთ რომ ხალხმა შემოდგომით მოხნას რაჯანდაბოდ გვინდა თესლი თუ სანამ თესლამდე მივიყვანოთ მიწა ხო უნდა დავამუშაოთ აი ცოტა ლოგიკას მოკლებულია ეს ყველაფერი ამ ხელთანხები რისთვის იხარჯება დავიჯერო სამინისტროში არ იციან როდის იხნება რეგიონებში სოფლებში უყანები ეს რა ცინიზმია ეს რა სასაცილოა დიდი მადლობა ზარისთვის ვფიქრობ საინტერესო შენიშვნა იყო დიახ ძალიან შეგძლებთ რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ დრუჟბას თოქს და ესეთ რაღაცას ეს მინდა გითხრათ რომ გასულ წელს პროგრამაში იყო ჩადებული როგორც ინვენტარით ასევე უზრუნველყოფა ამ ფერმერებისა ვისაც ესოდენ ესაჭიროებოდა ზოგმა ახლა ტაშტი და რაღაც ისეთი ახსენა ქალბატონმა მაგრამ მე არ ვიცი ვინ შეიძლება ბარათი ტაშტი ეს გამორიცხულია იმიტომ შეიძლება უბრალოდ სიტყვის მასალა თქვა იმიტომ რომ საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიძინეს ურიკები მაგალითად ურიკა ახლა ეს რა თქმა უნდა სასოფლო-სამეურნეო ინვენტარია და გამოსადეგია ხო ურიკა ეს უნდა ყოფილიყო ურიკაც ის დრუჟბაც თუნდაც და ბევრი ესეთი რა მაგრამ წეხან აღნიშნე და თამაზი დამეთანხმება რომ იმიტომ ზუსტად ამიტომ რომ მოხდა ესე ჩვენ რეგიონში განსაკუთრებით ჩვენი რეგიონის გამო მინდა გითხრათ ის და ჩვენი არაერთგზის საუბარის რომ აღნიშნული ბარათების ვადა გადავიდეს ზუსტად მოხმარების ვადა შემოდგომამდე აი ეს არის ზუსტად მისი პასუხი შემიძლია ესე ვთქვათ დავამატებ თიკო დავამატებ ერთ რამეს პრინციპში ქალბატონმა სწორად აღნიშნა გასულ წელს მთლად ესე ვთქვათ მიზნობრიობა არ იყო დაცული ჩვენი სასოფლო-სამეურნეო ბარათებისა პირველ რიგში ყველაზე დიდი ხელისშემშელი და შემაფერხებელი ფაქტორი გახდათ ის რომ მაღაზიაში შედიოდა აგრომაღაზიაში შედიოდა ბენეფიციარი რომელიც ფლობდა სასოფლო-სამეურნეო ბარათს შეიძენდა მისთვის სასურველ ვთქვათ სასუქს ჰერბიციდს სხვადასხვა ინსექტიციდს ანუ სხვადასხვა დაავადებებს სოკოვანი თუ სხვადასხვა მწერის მიერ გამოწვეული დაავადებების სამკურნალო პროფილაქტიკურ პრეპარატებს მაგრამ ეს შეძენილი პროდუქცია ესე ვთქვათ არ ფარავდა იმ თანხას ანუ მეტი თანხა ჰქონდა ბარათზე ვიდრე ამ პროდუქციას სჭირდებოდა შესაბამისად ბარათის მეორე მაღაზიაში ან მეორე ჯერადი გამოყენება შეუძლებელი იყო და ხშირ შემთხვევაში ხურდის სახით რეზინის ჩექმები, ვეტაშტები, როგორც ჩვენმა თოკები, ჩვენმა ძვირფასმა ტელემაყურებელმა აღნიშნა, სამწუხაროდ ესე იყო. თუმცა შარშან იყო სასტარტო პირობები, სასტარტო პირობებში და საწყის ეტაპზე გახდათ მთლიან სოფლის მეურნეობის ეს ზემოხსენებული პროექტი. წელს ეს დახვეწის პროცესია, ფაქტიურად დახვეწილია პროექტი. თუმცა უკვე მეორე წელია აგრობარათი, დიახ, მოგახსენებთ, აგრობარათი ეს არის 10 წლიანი საბანკო ბარათი, რომელიც აღარ არის აუცილებლობა იმისა, რომ აუცილებლად გავხარჯოთ რომელიმე ჩვენთვის არასასრულ მაღაზიაში. შეგვიძლია იქ გაატარებს აგრობარათის მომსახურე პერსონალი ბარათს, ჩამოგაჭრის თქვა მაგალითად შევიძინეთ 50 ლარის, ერთი ტომარა სასუქი პირობითად. შეგვიძლია წავიდეთ მეორე მაღაზიაში და დანარჩენი თანხით შევიძინოთ სხვადასხვა მცენარის სათესლი და სარგავი მასალა. მეორეც რაც შეეხება ხნის პერიოდთან იყო დაკავშირებული კითხვა. ამ კუთხით მოგახსენეთ რომ ეს გახლავთ ერთიანი კონსოლიდირებული პროგრამა რომელიც შეიმუშავა საქართველოს ხელისუფლებამ, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ამ შემთხვევაში
და საქართველოს მოგეხსენებათ გახლავთ მრავალფეროვანი, მრავალმხრივი აგროკლიმატური პირობებით დამახასიათებელია მრავალმხრივი აგროკლიმატური პირობები ჩვენი ქვეყნისათვის. დასავლეთ საქართველოში მაგალითად ნიადაგური და ბუნებრივ-კლიმატური პირობებიდან გამომდინარე მოხდა ძირითადი ნიადაგის დამუშავება ხორციელდება გაზაფხულზე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ძირითადად შემოდგომით. ანუ ცოტა რთული იყო საწყის ეტაპზე ამისი გამიჯნა, რომ დასავლეთ საქართველოში, ანუ იქ სადაც აუცილებელი არის საგაზაფხულო მოხდა, ძირითადი დამუშავება მოხნის სახით, რათა სრულყოფილი წარმოება მოხდეს სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა, აღმოსავლეთ საქართველოში პირიქით ეს არის შემოდგომის პერიოდი. სწორედ ამიტომ ჩემმა კოლეგამ აღნიშნა, რომ შეჩერებული არის სახნავი ბარათების დაბრუნება და არის საუბარი იმ კუთხით, რომ შესაძლებელი იქნება შემოდგომამდე, ვფიქრობ, ძალიან კარგიც იქნება, რომ შემოდგომამდე გადაეწიოს ხნის, ანუ ბარათის რეალიზების გამოყენების პერიოდი. დიახ, რაც შეეხება ჩვენს კითხვას, ვიდეომაყურებელი დარეკავდა, მე დავსვი ესეთი კითხვა, რომ მოსახლეობა მაინც ამბობს, რომ წელსაც დააგვიანა და აგროვადების დარღვევის გამო მაინც გაზაფხულზე დაამუშავა მიწა. თქვენ როგორ ფიქრობთ, დაირღვა აგროვადები ბარათების ჩამოსვლამდე, ესე ვთქვათ? ვფიქრობ, რომ აგროვადები ჩვენს რეგიონში არ არის დარღვეული. თუ გავითვალისწინებთ იმ ბუნებრივ-კლიმატურ პირობებს, მოგეხსენებათ 2-3 დღის განმავლობაში იყო საკმაოდ მაღალი ყინვა, რაც დიდი რისკის შემცველი არის. სხვადასხვა ხეხილოვანი თუ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვის, როგორც ბოსტნეული კულტურებისათვის, ასევე ხეხილოვანი კულტურებისათვის. ბარათები ჩამოვიდა, პრინციპში თუ შემოდგომას უკვე დამუშავებული არის სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი, ბარათის ჩამოსვლა გაზაფხულზე ადრე სახნავ ბარათზე აქვს საუბარი, მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ თუ დამუშავებულია ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაბრუნდეს უკან. თუ არ არის დამუშავებული, მერწმუნეთ რომ ნამდვილად არ არის დაგვიანებული არც ნიადაგის გაფხვიერებითი სამუშაო, არც სხვადასხვა აგროღონიზიების ჩატარება. ერთადერთი ჩემის აზრით უკეთესი იქნება თუ და გაითვალისწინებენ ჩვენი ზემდგომი ორგანოები, დროულად მოხდეს საბანკო ბარათზე, აგრობარათზე თანხის დარიცხვა, რომ ჩვენმა ფერმერებმა მოახერხონ სხვადასხვა მომსახურების მიღება აგრომაღაზიებიდან. დიახ, ასპინძაშიც მინდა მკითხოთ, ასპინძაში მდგომარეობა წელსაც ანუ მოსახლეობამ ესეც ხარ დაასახლა მიზეზად აგრობარათის დაბრუნების, უკან დაბრუნების, რომ აგროვადები დაირღვა და ხნის ბარათს არა, საბედნიეროდ ეგეთი ჩვენთან არ ყოფილა. ძირითადი მიზეზი მინდა გითხრათ 1700 ბარათიდან დაახლოებით კი არა ზუსტად 700 ბარათი დაბრუნებულია იმის გამო, რომ მოსახლეობას აქ რამდენიმე ნაკვეთად გაბნეული, ესე რომ ვთქვა, თავისი ფართობი, სადაც შეუძლებელია ტექნიკის შესვლა და მომსახურება დამუშავება რა. ასეთი არის 700 ბარათი, ხოლო 1000 ბარათი დაახლოებით 800 ჰექტარი შემიძლია გითხრათ, დაბრუნებულია იმ მიზეზით, რომ უკვე მათ შემოდგომით აქვს დახნული ეს ფართობი. გამომდინარე აქედან იმას ვერ ვიტყვით, რომ აგროვადები დაირღვა, იმიტომ რომ გაზაფხულზე ახლა ჩამოვიდა ბარათები, გამორიცხულია, იმიტომ რომ ახლა მინდა გითხრათ, რომ კიდე მიმდინარეობს ხვნათესვა და გაჩერებულია უამინდობის გამო, ამაზე აღნიშნა სწორად თოვლი მოვიდა და გამოსული ხეხილის კი დააზიანა, ამიტომ არ არის დაგვიანებული, თუ ვინმე სურვილი აქვს ნებისმიერ დროს თვის ბოლომდე იქით კიდე აპრილის ბოლომდე ჩვენთან არანაირი პრობლემა არ არის იმის, რომ დამუშავდეს ნაკვეთები და დაითესო. ანუ ხნის ბარათი ამაზე ადრეც რომ ჩამოსულიყო, მაინც ვერ მოიხმარდა, შეიძლება მაინც ვერ გამოიყენებდა ყინვების გამო, შეიძლება ითქვას. რა თქმა უნდა. კარგით, ამასთან დაკავშირებით ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ვიდეო, მოდით მოსახლეობას მოусმინოთ, ისინი ირწმუნებიან, რომ ბარათებმა წელსაც დააგვიანა. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელანის კვირები იმ ადამიანთა შორის არიან, რომელთაც სასოფლო-სამეურნეო ბარათები უკან დააბრუნეს. მოსახლეობა ირწმუნება, რომ ვაუჩერები დაგვიანებით მიუვიდათ, რის გამოც მათ მიწის ნაკვეთების დახნა ვეღარ მოახერხეს.
არის მკვიდრები ამბობენ, რომ მოსახლეობის 90%-მა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების შემოდგომით საკუთარი სახსრებით დაამუშავეს. მათი განმარტებით უკეთესი მოსავლის მისაღებად მიწას დაღმა ამ დროს ჭირდება. ადგილობრივების მტკიცებით სისტემა გაუმართავია და გლეხებს ბარათების შემოდგომით უნდა დაურიგდეთ. შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ სახნავ-სათესი ბარათები უკვე მიიღო, თუმცა პლასტიკური ბარათების დარიგება ამ დრომდე მიმდინარეობს. ბენეფიციარებს სახელმწიფოსგან მიღებული დახმარების განაღდება ლიბერთი ბანკის ოფისებში შეუძლიათ. აღნიშნული მცირე მიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომელსაც სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი აფინანსებს. მას კი სოფლის მეურნეობის პროექტის მართვის სააგენტო ახორციელებს. ბარათები მივიღეთ ერთი თვის წინ დაარიგა სოფლის ბუნებულმა. გამოყენება რა, გამოყენებით დავაბრუნეთ უკან, დახნილი გვაქვს შემოდგომაზე ყველაფერი, ხნათეს დახნა ჩატარებული გვაქვს და დავაბრუნეთ უკან იმის ბოლოს რომ გაზაფხულზე ვიღოთ აზოტი რაღაც, პური რაღაც, ხორბალი რომ დავთესოთ კარტოფილი. შემოდგომაზე ხნათ სოფელი არის ეს, ჯერ თაგორიანი ეგერ თოვლიც ეგერ არ თავზე და შემოდგომაზე ვარ და ხნათ და გაზაფხულზე წვიმები არ მე საერთოდ ვერ ხნათ. ჯობია რომ შემოდგომაზე დარიგდეს ეგ. თაში ვცხოვრობ და ახლა თოვა არის და თუ ვერ გამეიგან აკაც რადგან მაგნაირი მოსებული ვერ ვარათი. გაზაფხულზე დახნუს აქ აზრი არ აქვს, ადგილზე ვარ აქ თაში და მოგვიტანეს მართალი არის, მაგრამ დავატრიალეთ უკან დახნული ქონა შემოდგომაზე ვერ ზოგი ჩვენი თანხით და ზოგი იმას მევეხვალე და ველოდებით ახლა იქ რა, მაგრამ ორი ბაჭკას ასუხი მან მიყიდოთ თუ დატრიალა უკან, თუ არ დატრიალა გადავტოვებენის. კარტები მოსულა, მგონი ლიბერტ ბანკში უნდა მივიდეთ ავიღოთ, მაგრამ ბოლომდე თანხა არ ყოფილა დარიცხული ზედ. ნაწილი ყოფილა, ნაწილისთვის ახლა წავიდეთ, მე კიდე ბარემ რაღა ეწავა გლეხი, მოიტანს ერთად იმოსატანს და მიხედავს დანარჩენს. ნორმალურად გაგვიკეთონ თუ გიკეთებენ. გარდა მაგისა, მომგვიტანეს შერშან ვაუჩერები აქ ადგილზე. კარგი იყო, აღარ გვიწოლია, ეხლა წადი ზოგი ავატყოფია, ზოგი დავარდნილია, ჩადი ლიბერტ ბანკში რიგებია, იქიდან გამოდი კიდე რაღაცა. ხო, ნორმალურად მომგვიტანონ და ისე რომ წოლება აღარ დაგჭირდეს შვილო. 4 ლარი ჩადი ამოდის უნდა კიდე იმ დღეს ვერ აიღებ კიდე იმას უნდა და ხარჯს ემატება და ვართ ამ დღეში. ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ. საუბარს ბატონო, როგორც ნახეთ, მოსახლეობა მაინც ამჯობინებს, რომ შემოდგომით ჩამოვიდეს ხნის ბარათები, რადგან შემოდგომით დაამუშავოს და აღარ მოხდეს უკან დაბრუნება. რაც შეეხება პლასტიკურ ბარათს, პლასტიკურ ბარათთან დაკავშირებითაც ქონდა ქალბატონს შენიშვნა, რიგებია, ანუ არ არის მოწესრიგებული და სანამ აღნიშნულს გავცემთ პასუხს, კვლავ მაყურებელია ეთერში, შეგვიძლია მაყურებელს მოусმინოთ. საღამო მშვიდობისა, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ და გისმენთ. საღამო მშვიდობისა. მოგესალმებით. მე მინდა ხალხს განუმარტო აგრობარათით მოქმის გარდა კულტივაცია თუ შეიძლება და დაფარვა თუ შეიძლება, ახლა მე შემოდგომაზე მოხმული კულტივაცია მჭირდებოდა და დაფარვა, რომელიც არ გამიგეთებს. ახლა მას პარას დააბრუნე გაბარაჯანდებას ვისახეთ. ხო, მეორე კიდე ესეთი რამე მაქვს. მაღაზიაში შევედი, აგრომაღაზიები რო არის. იქ აწერია ვაუჩერზე თუ იმაზე ბარათი არ იყიდება, ბარათი არ იყიდება, ბარათი არ იყიდება, ბარათი არ იყიდება. ეს მეორე. მესამე ქერი გადასვამიდა, სათესვენა ვიღო ქერი და აქცე აგრომაღაზიაში არის. კარტოფილი მიდოდა და რიქში ჩადიქია პროდუქტები. კარტოფილის ეს. აი, რაკინა რაუხაი. კარგი, დიდი მადლობა ზარისთვის. ბატონ თამაზ, საკმაოდ სამი პრობლემა დაასახელა, ასე ვთქვათ, ჩვენ მაყურებელმა, ტელემაყურებელმა. დავიწყოთ პირველით, კულტივაცია და დაფარცხვა უნდა. მოდი ჩვენ ჯერ უპასუხოთ ქალბატონს, რომელიც სიუჟეტში ვნახეთ, იმიტომ რომ საკმაოდ პრობლემატიკური საკითხი წამოჭრა. მე მინდა მოვახსენო და უთხრა ჩვენს ტელემაყურებლებს, რომ ეს პრობლემას არ წარმოადგენს, მაგალითად, ვინმეს თუ ფიზიკური მდგომარეობის გამო შეზღუდული აქვს გადაადგილება და ვერ მიდის ბანკამდე. ჩვენ სამსახურებში, ნებისმიერ რაიონში კეთდება და ასევე მუნიციპალიტეტებში კეთდება სიები, ანუ პიროვნების, ესე ვთქვათ, მონაცემების, პირადი მონაცემების, საიდენტიფიკაციო მონაცემების ჩანაცვლების პროცესი. მაგალითად, ოჯახის წევრი, რომელზეც ბარათი არის დაბეჭდილი, ვერ მიდის გარკვეული სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო ბანკამდე, რათა აიღოს აგრობარათი. შესაძლებელია, რომ ოჯახის ის წევრი, რომელსაც არ მიუღია
არც გასული წლის პროგრამაში და არც წლევანდელი წლის პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელი არის მოხდეს მისი პირადი ნომრის, სახელი, გვარის მონაცემების, საიდენტიფიკაციო მონაცემების შეტანა, რის შედეგადაც მექანიკურად გადაირიცხება თანხა და დაისმება მის პირად ანგარიშზე აგრობარათის სახით. შემდგომში ასევე უპასუხებთ მაყურებელს უპასუხებთ უკვე. ანუ წელს შეეძლო თუ არა კულტივაცია და დაფარვა როგორც სახნავი ბარათი არ მოიცავს სხვადასხვა საკულტივაციო ღონისძიებებს, როგორც არის ნიადაგის დაფრეზვა, დაკულტივება, ანუ დადისკვა, ეს მხოლოდ და მხოლოდ არის სახნავი ბარათი, ანუ ხნის ღონისძიებებისათვის გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ. დიახ, ბატონო ილიას აზრიც მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით, ხომ მარჯობდა, რადგან ჩამოდის გაზაფხულზე მოსახლეობა ამუშავებს მიწას შემოდგომით. ხომ მარჯობდა ესეც ყოფილიყო გათვალისწინებული, რომ თუნდაც ამ ხნის ბარათით მომხდარიყო ის, რასაც ჩვენი მაყურებელი ითხოვს. თქვენ როგორ ფიქრობთ? ვინაიდან ეს პროექტი ხორციელდება ქვეყნის მასშტაბით და აღნიშნული პრობლემები მე მინდა ეხლაც აღნიშნო, რომ გამოწვეულია და წარმოიქმნა მხოლოდ ჩვენს რეგიონში. იმიტომ რომ აქ ძირითადად მიწის ნაკვეთები მუშავდება შემოდგომით. აი ზუსტად ამის გამო დღესდღეობით შეჩერებულია ამ ბარათების უკან დაბრუნება, რათა მოხდეს და უფრო მეტად ხელი შეეწყოს აღნიშნულ ფერმერებს, ვისაც სურვილი აქვს და ვინც ამუშავებს, არის მაღალმთიანი სოფელი ანი იყო ახლა ეს სიუჟეტში და მათ შეძლოს უკვე შემოდგომით დამუშავება ამ თავიანთი ნაკვეთების. ამ თემაზე მიდის მუშაობა და რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ალბათ მე ყველა ერთად ნახავთ და იმედი გვაქვს დადებითად გადაწყდება და მომავალ წელს, ანუ მომავალ პროექტში ჩვენი მოსახლეობა მაღალმთიან სოფლებიდან უფრო მეტად მიიღებენ ექნებათ საშუალება, რომ თავიანთი ნაკვეთები დაამუშავონ უკვე შემოდგომით ამ ბარათების მეშვეობით. დიახ. და რაც შეეხება მაღაზიაში წარწერას, ბარათი არ იყიდება. დიახ. წუხან აღნიშნეთ ახლა ქალბატონი იყო, რომელმაც ტაშტები და ახსენა ესეთი დრუჟბა და ეს მატერიალური აღარ იყიდება, მინდა გითხრათ ამ ბარათებით, რადგან უკვე გასულ წელს დაახლოებით 53 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი ამ ეგრეთ წოდებული დრუჟბების ურიკებისა და ესეთი ტექნიკისათვის და ამ წელს უკვე შეუძლიათ მარტო პესტიციდების, სასუქების და სართესლი და სარგავი მასალების შეძენა. დიახ, მხოლოდ ამის გამო აქვს წარწერა ბარათზე არ იყიდება. ახლა რისი უფლებაც არ აქვს მაღაზიის მეპატრონის, რომელსაც მე მინდა გითხრათ, რომ არის მონიტორინგის ჯგუფები და მკაცრად აკონტროლებენ აღნიშნულ ბარათებზე ვაჭრობას, ეგრეთ წოდებულს. არავინ თავს არ ჩაიგდებს, ახლა საფრთხეში ძალიან დიდი სანქციები და ჯარიმებია. გასულ წელს ზუსტად იმის გამო, რომ მოხდა არაკეთილ ინდისიერად გამოყენება აღნიშნული ბარათებისა და პროექტისა, რამოდენიმე მაღაზიას მინდა გითხრათ, საერთოდ ჩამოერთვა უფლება, ხელშეკრულება შეუწყვეტეს და წეს ვერ აღძლებენ ამ ბარათებით მომსახურებას გლეხების. და ასეთი რაღაცა რო აღარ განმეორდეს, ან ფულადი ჯარიმაც არ დაეპისრო და აღარ ჩამოერთვან, იმიტომ ეს ხალხიც ედიდება ესეთი რაღაცების გაყიდვას რა. დიახ, რაც შეეხება მაყურებლის მესამე კითხვას, კარტოფილის სათესლე მასალა შეეხებოდა მისი კითხვა. აღნიშნა რომ წელს არის ესეთი პრინციპი შემოღებული აგრომაღაზიებში, რომ უნდა ჩაეწეროს სიაში და თავის რიგს დაელოდოს. მოგახსენებთ, სიაში ჩაწერა და ესე ვთქვათ, წინასწარ კარტოფილის სარგავი მასალის შეკვეთა ეს არ გახლავთ მხოლოდ და მხოლოდ წლევანდელი წლის პრაქტიკა. აგრომაღაზიები 2-3 თვით ადრე აკეთებენ, იღებენ შეკვეთებს, აკეთებენ ანალიზს თუ რა რაოდენობის სარგავ მასალაზე უნდა გააკეთონ შეკვეთა. მოგეხსენებათ, რომ ელიტის წარმოება საქართველოში ფაქტიურად არ ხდება. ეს არის ძირითადად ევროპული, სხვადასხვა ევროპული სასელექციო დაწესებულებები, რომლებისაც გამოყავთ ვირუსული დაავადებებისაგან თავისუფალი კარტოფილის ელიტური სარგავი მასალა. შესაბამისად, ჩაწერა აუცილებელი არის. უნდა ჩაეწეროთ რამოდენიმე ხნით, თუნდაც რამოდენიმე თვით ადრე, რათა თქვენ მოგეცეთ შესაძლებლობა
რომ მიიღოთ აღნიშნული მომსახურება და აღნიშნული სარგავი მასალა. არის თუ არა საშიშროება იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა სათესლე მასალა უბრალოდ გამოილიოს მაღაზიაში და ვერ მოამარაგოს აგრომაღაზიამ. არის თუ არა ამის საშიშროება, თქვენ როგორ ფიქრობთ? ახლა ამის საშიშროებაზე ვერ ვისაუბრებ, რადგანაც ეს უკვე ძალიან მოთხოვნადი გახდა, მინდა გითხრათ, ახლა აი გასულ წლებს თუ შევადარებთ, თუნდაც ამ შემოუტან ფილმებთან დიახ. ამ შემოუტან ფილმებთან რო დავუკავშირდეთ და ვკითხოთ ჩვენ, ხო? იმის 10%-იც არ შემოქონათ გასულ წლებში. რა რაოდენობის მოთხოვნაც არის მიმდინარე წელს კარტოფილზე. ამ განაპირობა მინდა გითხრათ ესეთი დეფიციტი თუ შეიძლება ითქვას კარტოფილის სარგავ მასალაზე. მე მაგალითად მქონდა ახალქალაქში რამოდენიმე ესეთი ფირმის წარმომადგენელთან საუბარი და გასულ წელს მინდა გითხრათ რომ 1 ტონა სათესლე სარგავი მასალაც კი არ შემოუტანიათ ევროპინად და აი წელს მიმდინარე წელს უკვე 6400 ტონას გადააჭარბა მოსახლეობის მოთხოვნილება. ეს განაპირობა ბაზარზე მაღალმა ფასმა კარტოფილის, ვიცით წელს როგორი ფასებიც იყო და უკვე მოსახლეობას გაუჩნდა იმის იმედი, რომ რამენაირად თავისი მიწაზე მოყვანილი პროდუქციას უკვე ექნება კომერციული, რა თქმა უნდა, და ხა როდესაც ადამიანი 2 ლარი და 3 ლარამდე იხდის სათესლე მასალაში, ეს უკვე მინდა გითხრათ, რომ არის პროგრესი. უბრალოდ გასულ წლებთან შედარებით რაღაც თეთრები იყო და მოსახლეობას უფუჭდებოდა კიდეს და ყრიდნენ კარტოფილს. კარგით, მაყურებელი კლავ ეთერში მოусმინოთ მაყურებელს აღმშვიდობისა თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ და გისმენთ. დიახ. თუ შეიძლება რომ ტელევიზორს მოშორდეთ ოდნავ. დიახ, ჩვენ გვესმის თქვენი უბრალოდ ტელევიზორს. დიახ. თუ შეუძლია აგრომაღაზიაში ის შეხატინი გავიშა აპერიკა ეს არ იქნება თუ ეს ამალია ამ რაღაცების გამაგორია გამორმექება იმიტომ რომ სოფსნეულობა შეიძლება ხო ანუ საკმაოდ ამალი იქნება არაფერი იქნება უნდა ვიხი აპერიკა არ იქნება და შეიძლება ჩვენ მოსამშეთებას მე მაიში უკაცის ალე აი ეს უნდა დავწერო მე მაიში უკაცის რომ ჩამე გასაგები მაიში და ეს ალბათ უმჯობესი იქნებოდა ბატონო რომ ცოტა ადრე დიდი მადლობა ზარისთვის. ალბათ უმჯობესი იქნებოდა თადარიგი თავიდანვე დაეჭირა. მე ნამდვილად არ ვიცი ჩვენი ბატონი რომელი რაიონიდან გვიკავშირდება. სავარაუდოდ ახალციხიდან. სავარაუდოდ ახალციხიდან გვიკავშირდება. მე არ მახსოვს არასოდეს აგრომაღაზიას ქონოდეს, ოდესმე თუ ქონდა კარტოფილი, სარგავ მასალაზე მაქვს საუბარი, პირდაპირ გაყიდვის წესით. ამაზე 2-3 თვით ადრე მიდის მუშაობა. პრინციპში ფერმერის ინტერესიც არის და მაღაზიის ესე ვთქვათ მენეჯმენტის ინტერესიც არის. რომ რაც შეიძლება ადრე დროულად მოხდეს შეყვეთა, ესე ვთქვათ, დაბევება სარგავის სათესლე კარტოფილის სარგავი მასალისა, რომ არ მოხდეს რაღაც გაურკვევლობა და ყველა დაკმაყოფილდეს, ვისაც გადახდილი ექნება თანხა, თუ რაღაც მექანიზმები აქვს გარკვეული, ანუ თანხის გარკვეული ნაწილი ბესახით, რომ დაზღვეული იყო ნებისმიერ შემთხვევაში შენი შეკვეთილი კარტოფილი შენამდე მოვა. მე უბრალოდ არ მესმის ბატონი რას კითხულობს. ძირითადად ახალციხის მუნიციპალიტეტში ამ კარტოფილის შემომტანი არის ეგრეთ წოდებული ქეას მაღაზია, რომელიც სადგურის ახალციხის საავტომობილო თუ რკინიგზის სადგურის გადასვლით მიმდებარე ტერიტორიაზე გახლავთ. იქ ხდება ჩაწერა წინასწარ, იქ ხდება რეგისტრაცია, გარკვეული ბეს გადახდა და შემდეგ მოდის უკვე 3 დღის წინ მიიღეს კონტეინერებით კარტოფილი. ანუ ნებისმიერ შემთხვევაში ელიტური სარგავი მასალა უნდა შეუკვეთონ წინასწარ. მეც ესე ვაკეთებ, მე ჩემი პატარა მეურნეობა მაქვს ფერმერული. ყველა ფერმერი, რომელიც დაინტერესებულია ელიტური სარგავი მასალის შეძენისა, აკეთებს იქცევა შემდეგნაირად. დიახ, რაც შეეხება ასევე მაყურებელს ჰქონდა კითხვა საქონლის შინაური ცხოველების მედიკამენტებზე, შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილ მედიკამენტებზე. თუ შედის ეს აღნიშნულ პროექტში, თუ გაქვთ ამის შესახებ ინფორმაცია და თუ იყიდება, თუ შეუძლია რომ პლასტიკური ბარათით შეიძინოს. რამოდენიმე ასეული დასახელების საქონელი არის მინდა გითხრათ
იმ სიებში, რაც არის ყველა მაღაზიასა გამოკრული რა. ეხანაც აღნიშნე, თუ იმ აღნიშნულ სიაში არ წერია ესა თუ ის საქონელი, რომელიც კონკრეტულად ამ ადამიანს აინტერესებს, გამორიცხული იმას ვერ მიყიდის ეს მაღაზიის მეპატრონე. ამიტომ უნდა ინახოს ახლა ის მე არ ამგონია ახლა დარწმუნებული ვარ ვიღაცას თავისი პირადი მიზნებისთვის არ აწერია იქ რომ არ იყიდო. აწერია ისეთ რაღაცას რომელიც არ შეიძლება გაიყიდოს ამ პროექტის ფარგლებში ვერ ჯდება უბრალოდ გასაგები და გარკვეული მიზეზების გამო და ამის გამო ხდება მხოლოდ და მხოლოდ ამისი აკრძალვა გაყიდვის. ანუ აღნიშნული მედიკამენტები არა. ხა მაისში კარტოფილის ჭამას მე რამდენადაც ვიცი მაისში ჩვენ მივხვდით ხოლმე ბატონო თამას რა ქვია მარნეულიდან და იქიდან მოწეული კარტოფილის ხელდა. აღნიშნული აი ესეთ კლიმატურ პირობებში მაისში კარტოფილი მე არ ამგონია ჩვენ რეგიონში მოდიოდეს ახლა მით უმეტეს მაგალითიან სოფლებში და ერთ რაღაცას დავამატებ პრინციპში ის რაც მერწმუნეთ რომ მაღაზიები არ გარისკავენ, იმიტომ რომ გასულ წელს მოხდა რაღაც ინციდენტები, ანუ ფასწარმოქმნა და ფასდადება არ იყო პროპორციული, არ იყო მიზანშეწონილი, მაგალითად იყო გასამაგებული ფასი იგივე ელექტროხერხებზე, გასამაგებული ფასი სხვადასხვა სახის ელექტროინვენტარზე. ვერც ერთ შემთხვევაში აგრომაღაზია, აგროსერვისი ვერ გასცემს ბარათით იმ პროდუქციას, რომელი პროდუქციის ჩამონათვალიც არ აქვთ მათ უკვე მკაცრად განსაზღვრული წესის მიხედვით. პირდაპირ გაწერილი არის რა რისი შეძენა შეიძლება ამ აგრობარათის მეშვეობით, ეს არის სათესლი და სარგავი მასალა, ეს არის პესტიციდები მოიხსენებათ ფართოცნებას აერთიანებს, ეს არის სხვადასხვა ფუნგიციდები, სხვადასხვა აკარიციდები, ანუ ტკიპების სამკურნალო, ასევე სოკოვანი დაავადების კარტოფილზე თუ სხვადასხვა კულტურაზე, ну ჩვენ შემთხვევაში კარტოფილზე მეტად აქტუალურია და ასევე სასუქი ნებისმიერი სახის, როგორც მხოლოდ და მხოლოდ ამონიუმის გვარჯილა, ასევე კომბინირებული სასუქები. მაღაზიას კიდევ მეორებ არ აქვს არც იმისი უფლება, არც იმისი ესე ვთქვათ ვალდებულება, რომ ისეთი ინვენტარი შეიტანოს რეალიზებაში, რაც მას არ უწერია პროექტი, ანუ პროექტში არ წერია მისი რეალიზება მოხდეს საბანკო ბარათის მეშვეობით. შესაბამისად შესაძლოა აღნიშნული მედიკამენტები, რომელსაც ითხოვდა, რომელზეც კითხვა ჰქონდა მაყურებელს, შესაბამისად არ შედის პროექტის ფარგლებში. სავარაუდოდ ასე. მე ვფიქრობ, რომ ჩვენს ბატონს ჰქონდა კითხვა, თუმცა არ არის გამორიცხული, შევიდა მაღაზიაში და რომელიმე პესტიციდზე მან მომსახურება ვერ მიიღო, ანუ ვერ შეიძინა რომელიმე პესტიციდი. თუ რაიმე ალტერნატიულს, იგივე დანიშნულების პრეპარატს, რაიმე ალტერნატივას სთავაზობს მაღაზიის კონსულტანტი, ну, პრინციპში, ესე იგი აკრძალვა არ ქონიათ ამ სახის პესტიციდზე, ან რაღაც პრეპარატზე. თუ არც ერთ მაგალითად მცენარის თუ ცხოველის სამკურნალო პრეპარატზე არ შეიძლება არც ერთი შეძენა საბანკო აგრობარათით, აქ ალბათ არის რაღაც გამონაკლისი, რაღაც შეცდომა, ან ვერ გეტყვით ამ შემთხვევაში. ალტერნატივას თავაზობენ, ესე იგი შესაძლებელია სხვა დასახელების იგივე პრეპარატის შეძენა. დიდი მადლობა, ჩვენ შეგვიძლია ოდნავ შევისვენოთ, ნახოთ სარეკლამო ბლოკი, ჩვენ რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით და გავაგრძელებთ საუბარს. იმედია ბატონი მამუკა თამარაძე შემოგვიერთდება. საკადრო პოლიტიკა და კვალიფიციური კადრების საჯარო სამსახურებში შეფასებები ახალციხიდან. 2 აპრილი აუტიზმის მსოფლიო დღეა. სპორტული ცეკვების სტუდიის მონაწილემ თბილისის თასის გათამაშებაზე პირველი ადგილი აიღო.
კლინიკა იმედი თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში. აგრობარათი ლიბერთი ბანკისგან თანამედროვე უკონტაქტო ტიპის ბარათი, რომელზეც 800,000-მდე მცირე მიწიან ფერმერს სახელმწიფოს მიერ სასოფლო-სამეურნეო საკონგის შესაძენად გაცემული დახმარება დაერიცხება. აგრობარათი ასევე გთავაზობთ თანხის განაღდებას და ანგარიშწორებას ლიბერთი ბანკისა და TBC ბანკის ბანკომატებსა და პოსტ ტერმინალებში. ანგარიშზე თანხის განთავსებას და 5%-იანი სარგებლის მიღებას. 10-დან 50%-მდე ფასდაკლებას 100-ზე მეტ სავაჭრო ობიექტში. კომუნალური გადასახადების გადახდას და ბალანსის შემოწმებას მობილური ტელეფონით. აიღეთ აგრობარათი ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალში. კანონთან კონფლიქტში მყოფი პირები დგებიან ისეთი პრობლემების წინაშე, როგორიც არის დასაქმება და სამსახურის შენარჩუნება, ეკონომიკური სირთულეები, ფსიქოსოციალური პრობლემები. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნები საჭიროებენ საზოგადოების მხარდაჭერას, რათა დაიბრუნონ ნდობა და პოზიტიური ცვლილებები მოახდინონ საკუთარ ცხოვრებაში. ჩვენ შეგვიძლია მათი მხარდაჭერა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ. მათ შეუძლიათ შეცვალონ საკუთარი ცხოვრება. ახალციხის კლინიკაში მედი უპროცენტო განვადებაა. ნაოჭების გასწორება 16 ლარი, ტუჩების გადიდება 44 ლარი, სახის წმენდა 7 ლარი, მეზოთერაპია 10 ლარი. ისარგებლეთ განვადებით ნებისმიერ პროცედურაზე. საკუთარი სახლის სარდაფში შემონახული აფიშები, ვიდეო და ფოტომასალა. 50 წელი ქართული კულტურის სამსახურში. 2800-ზე მეტი კონცერტი აჭარაში და გასტროლებით სამჯერ შემოვლილი საქართველო. ველასთან თავისებურად თამაშობ. ერთნაირად არასოდეს არ ვითამაშობ. ძალაუნდერად თქვენთან ვითამაშებდი იმასთან მე ვიცოდი რა ვთამაშობ. რა ხდებოდა ნახევარი საუკუნის წინ ახალციხეში კულტურის სფეროში. დიდი შემოქმედებით იქცის დასაწყისი. საკავშირო და რესპუბლიკური ფესტივალების ლაურეატები. ერთია ეთერ ავაზაშვილის მიერ გამოცემული წიგნი მოგონებანი გარდაცულ დღეთა, სადაც მხოლოდ ჩვენს შესახებ არის დაწერილი. თბილისელი ბიჭისა და ახალციხელი გოგოს სიყვარულის ისტორია და თანაცხოვრების 50 წელი. ეს და სხვა საინტერესო დეტალები. ნახეთ ორშაბათს საღამოს 9-ის ნახევარზე. ნათელა იაძისა და ვახტანგ კვესელაძის პროფესია. მეცხრე არხის ეთერში. პატარების ცნობის მოყვარეობა. დედამიწასთან რომელ პლანეტა ახლოს? ბავშვური ლოგიკა. ეშმაკის ბორბალი რატომ ქვია? ეშმაკებმა გააკეთეს? მდიდარი ფანტაზია. აბადას რატო აქვს? პუწავი და დიდი რატო არის? სხარტია ზროვნება. ქათამიფროდი გადასულ გაჩნდა თუ კვეცხი. მახვილი გონება. პატარები ჯანში რატო არ ვიყავს? რა ინტერესებთ ყველაზე მეტად პატარებს და რას ვერ პასუხობენ უფროსები? აუ ეგუნაღდი არ ვიცი რატო ორდენია რა. მე თვითონაც ვერ გავიგე. უყურეთ ახალ საბავშვო გადაცემას მეცხრე არხის ეთერში. მიეცით თქვენ შვილებს საშუალება გაიცნოს ისინი საზოგადოებამ. პატარები უფროსების პირისპირ. ნახეთ ყოველ პარასკევს საღამოს 9-ის ნახევარზე. უპასუხოთ პატარებს მეცხრე არხის ეთერში.
პირდაპირ ეთერში ვართ და ვაგრძელებთ საუბარს. შეგახსენებთ, რომ ჩვენ საუბრობთ სასოფლო-სამეურნეო ბარათებზე და ჩვენ და სტუდიაში სტუმრად იმყოფებიან ბატონი თამაზ ქველაძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადიგენის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის უფროსი და ბატონი ილია თედორაძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასპინძის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის უფროსი. ბატონო, ჩვენ საუბრობდით უკაცრავად ჩვენ საუბრობდით აგრომაღაზიებზე, სათესლე მასალის შეძენასთან დაკავშირებით ჩვენ ასევე აღვნიშნეთ რეკლამამდე, რომ წელს ინვენტარი, სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი აღარ გაიცემა აღნიშნულ მაღაზიებში. თქვენი აზრით რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი? პირველ რიგში ალბათ ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გახდა ის, რომ სახელმწიფოს მიერ სუბსიდიის სახით გამოყოფილი თანხა, ამ შემთხვევაში პროექტის სახით გახარჯული, რომელიც ითვალისწინებს 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტს და პროგრამას, ამ თანხის გამოყოფილი თანხის უფრო მიზნობრივად და რაციონალურად დახარჯვა. დამერწმუნეთ, რომ რა თქმა უნდა საჭიროა სოფლის მეურნეობისათვის და ჩვენი გლეხები და ფერმერებისათვის სხვადასხვა ინვენტარი, თუმცა ვერანაირ საჭიროებას ვერ ვხედავ მე, თქვათ ელექტრო და სხვადასხვა ბენზო ხერხების შეძენისა ამ კუთხით. მიზანშეწონილია შევიძინოთ სასუქები, სხვადასხვა სახის პესტიციდი, სამკურნალო და პროფილაქტიკური საშუალებები ჩვენი პირუტყვისათვის და მემცენარეობის განვითარებისათვის და პირველ რიგში მიზნობრიობა და რაციონალურობა რო დაცული იყოს, სწორედ ამიტომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, რომ მხოლოდ და მხოლოდ სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით, კონკრეტული დარგების განვითარების კუთხით გაიხარჯოს გამოყოფილი სუბსიდია სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ასევე შეიძლება დავამატო, რომ ეს თუნდაც ის ურიკა და ელექტროხერხი და ბენზოხერხი არ არის გათვლილი ერთი წლისთვის, ეს არის უკვე რამდენიმე წელიწადზე ხო გათვლილი ახლა. თუ ძალით არ გავაფუჭით, არ ფუჭდება ესეთი მდგომარეობა და გასულ წელს აი აღნიშნული პროექტისათვის ხო გათვალისწინებული იყო უკვე თანხა. ეს უკვე მრავალ წელზეა გათვლილი, რამდენიმე წელზეა გათვლილი, თუნდაც ის თოხი იქნება ეს თუ ბარი იქნება თუ სათიბელა თუ ესეთ იყო ელექტროსათიბებიც ხო? უკვე ეს გათვლილია რამდენიმე წელზე რა და ამიტომ აღარ ამ მიმართულებით აღარ მოხდა ამ პროექტის მიმართულების მიცემა რა. ამიტომ ხდება უფრო კონკრეტიკაზე, სასუქებსა თუ პესტიციდებზე უფრო მეტი ყურადღების გამახვილება. დიახ, რაც შეეხება თვითონ აგრომაღაზიებს, რამდენად ხელსაყრელია, თუნდაც ის სათესლე მასალა მოსახლეობისთვის, რამდენად ხელსაყრელ ფასად იყიდება? მინდა გითხრათ, რომ ახლა მახსენეთ სიები, თუ რა პროდუქტი უნდა გაყიდოს აღნიშნულმა მაღაზიამ, ისაც ხელშეკრულებაა გაფორმებული, იქ ცალსახად არის მითითებული ფასები. გარდა ამისა, აგრომაღაზიებში აგრობარათებით ტერმინალები დგა სპეციალური, მინდა გითხრათ, ლიბერტი ბანკმა ყველა მაღაზიას, ვისაც ხელშეკრულება ქონა გაფორმებული, უზრუნველყო და დაუდგა მაღაზიაში ეს ელექტრო ტერმინალები, სადაც მოხდება ამ ბარათების განაღდება, არის დადგენილი ზღვრული ნორმა. ანუ გამორიცხულია იმ თანხაზე ზემოთ, ანუ გამძვირების 1%-იც არ არსებობს რა. თანხა ზუსტად რომელიც არის გათვალისწინებული აგრობარათზე იქნება ასე მიწოდებული და ხოლო ნაღდი ფულით ანგარიშწორებისას უკვე ის თავისი უფლებაა და ჩვეულებრივად შეუძლია მაღაზიის მეპატრონეს ნებისმიერ ფასში, რა თქმა უნდა, ფასწარმოქმნა არ დაიცვას გონივრ ფასში უკვე მიაწოდოს იმასთვის სასურველი პროდუქტი. ანუ ფასების დარეგულირება ვინ მოახდინა? თვითონ სახელმწიფომ დაარეგულირა ფასები აგრომაღაზიაში, თვითონ აგრომაღაზიის მეპატრონემ დაარეგულირა თუ როგორ მოხდა ბატონო თამაზ? აგრომაღაზიების ფლობელებმა მიიღეს რეკომენდაციები, წინადადებები, რა თქმა უნდა, შეუძლებელი არის ყოველგვარ ფასწარმოქმნაზე და ყოველგვარ ფასზე, რეალურ ფასზე მაქვს საუბარი, რეალურ ფასზე, 3-ჯერ და 4-ჯერ მეტი დაადო პროდუქციას და ამის კონტროლა და მაკონტროლებლად არც ერთი სახელმწიფო ორგანო არ მოგევლინოს. ეს არ არის, მოგახსენებთ იმ კონკრეტულ ჩამონათვალზე, რომელიც უკვე აღნიშნეთ, რამოდენიმეჯერ პროდუქციის ჩამონათვალზე, რომლებიც აქვს აგრომაღაზიებს ბარათის, ესე ვთქვათ, ბარათით შეძენის კუთხით, არის მკაცრად გაწერილი და მკაცრად ლიმიტირებული. ბარათის გარდა,
თანხით ანგარიშწორების შემთხვევაში ზუსტად არ ვიცი მაღაზია როგორ იქცევა, თუმცა ამ შემთხვევაშიც კეთილსინდისიერებაზე არის მათზე დამოკიდებული, რამდენად რეალისტურ ფასში შესთავაზებენ მოსახლეობას ამა თუ იმ პროდუქციას. თუმცა ამ ბარათებს რამოდენიმე სახის მონიტორინგი უკვე მოყვა, კიდევ მოყვება მომავალში და ვფიქრობ, რომ წლევანდელი პროექტი წარმატებით ჩაივლის ჩვენი ფერმერები და გლეხებისათვის. დიდი მადლობა. ჩვენ გადაცემის მსვლელობისას აღნიშნეთ, რომ პლასტიკურ ბარათზე თანხა ერიცხება ყველას თანაბრად. რა ხდება მაშინ, როდესაც უკან ბრუნდება ხნის ბარათი, ხნისთვის განკუთვნილი ბარათი? ამ შემთხვევაში როგორ ნაწილდება თანხა? ისევ ყველას ერთნაირად, ერთი რაოდენობით ერიცხება თუ ჰექტრის მიხედვით? ხნის ბარათი გათვალისწინებულია 1 ჰექტარზე 140 ლარის გადაანგარიშებით. ანუ 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ვისაც აქვს, ის მიიღებს 140 ლარის ხნის ბარათს. თუ მას უკვე დამუშავებული აქვს, ან ვერ მუშავდება, ან რაღაცა მიზეზების გამო, ის აბრუნებს ამ ხნის ბარათს, 1 ჰექტარიან ბარათზე მაქვს საუბარი, ანალოგიურად ეს 140 ლარი ერიცხება უკვე აგრობარათებზე. და ხდება 140 ლარს, ის 50 ლარი ყველასი, რა თქმა უნდა, ანალოგიურია, ერთი თანხა 50 ქულა, ანუ 50 ქულა, ერთი ქულა ნიშნავს 1 ლარს მინდა გითხრათ და ემატება და ჯამში გამოდის 190 ქულა, ანუ 190 ლარის საქონლის შეძენა შეუძლია მისთვის ასურველ ნებისმიერ მაღაზიაში. ასევე მინდა გითხრათ, რომ ერთი კიდე ძალიან გამარტივებული თემაა, მაგალითად შეუძლია ახალციხელ ბენეფიციარს, ფერმერს იყოს თბილისში, იყოს ბათუმში, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, თავისი პირადობის მოწმობით და ლიბერტი ბანკის ნებისმიერ ფილიალში შესაძლებლობა აქვს უბრალოდ აიღოს ის პლასტიკური ბარათი, მიუხედავად თავისი საცხოვრებელი ადგილისა თუ მიწა სადაც აქვს რა. დიახ, პრობლემატურ სიებს რაც შეეხება ჩვენ არ შევეხეთ გადაცემის მსვლელობისას ამ თემას, რა რაოდენობა დაფიქსირდა ადიგენში და ამ დროისათვის ჩასწორდა თუ არა, დასრულდა თუ არა მისი ჩასწორება თუ კვლავ მიმდინარეობს ეს პროცესი? ძირითადი სიები ჩასწორებული არის, შემდეგი სახის პრობლემატური სიები არსებობს ამ კუთხით. ერთი არის, როდესაც გასულ წელს დაბეჭდილი ბარათები, გასული წლის მონაცემებით, რომელთაც ბარათები დაიბეჭდა, გამოაყდა სამწუხაროდ, გარდაუვალი რეალობით, გარდაცვალების შედეგად რამოდენიმე ბენეფიციარი. ასევე წელს უკვე გავაკეთეთ დამატებითი სიები, ასევე მოხდა ჩასწორება და კორექტირება პირადი მონაცემებისა. ჩვენს მუნიციპალიტეტში დაახლოებით 300-350 ბენეფიციალის სია იქნა კორექტირებული და დამატებული. დიდი მადლობა, კვლავ მაყურებელია ეთერში. სამშვიდობისა, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, შეგიძლიათ დაასვათ კითხვა. მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. მაგასთან დაკავშირებით ერთი იდეა მაქვს მე. არ შეიძლება რომ ეგ ბარათები შემოდგომით დარიგდეს, ვისაც უნდა შემოდგომით მოხნას, ვისაც უნდა გაზაფხულზე, იმიტომ რომ ეხლა ზემოთი კაცის მეწანა მოსახნავი აღარავის აღარ აქვს დარჩენილი. მადლობა გენაცვალე. დიდი მადლობა ზარისთვის. ანუ მაყურებელმა ის ინიციატივა გაახმოვანა, ესე ვთქვათ, რაზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. თქვენც აღნიშნეთ პრინციპში, რომ სასურველი იქნება მას კონდეს ვადა შემოდგომამდე. თუმცა ეს მხოლოდ ჩვენი ინიციატივა და სახელმწიფო თუ გაქვთ ინფორმაცია სახელმწიფო აპირებს თუ არა მის განხორციელებას. ჩვენმა სამსახურებმა ინიციატივის სახით სოფლის მეურნეობის სამინისტროს მესვეურებს უკვე მივაწოდეთ ეს კონკრეტული ინფორმაცია. მომავალშიც ასევე ჩვენ ვაპირებთ რომ შევიდეთ ამ იდეით, ამ შეთავაზებით, რომ რადგანაც პრინციპში აღმოჩნდა რომ შემოდგომაზე უფრო უპრიანი და შედეგიანი იქნება მოხნის ბარათების დარიგება, ჩვენ ამ იდეას მივაწვდით, მოგახსენეთ უკვე მიწოდებული გვაქვს ესეთი კონსულტაციების სახით უკვე ჩვენი შეთავაზება, პრინციპში ჩვენი შეთავაზება არა, საზოგადოების მოთხოვნა, რომელიც ჩვენ გავახმოვანეთ ჩვენი სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინაშე, მომავალში ჩვენ აქტიურად შევეცდებით, რომ დავარწმუნოთ მართებულობაში მოსახლეობის მოთხოვნისა და მე მგონი გამორიცხული არაფერი არ არის. პროექტი ნებისმიერი სახელმწიფო პროგრამა, ნებისმიერი პროექტი კეთება იმისათვის, რომ გავუმარტივოთ და ხელი შეუწყოთ სოფლის მეურნეობის განვითარებას მთელი საქართველოს მასშტაბით.
ანუ არ არსებობს დოგმები, რომელ დოგმებსაც ვერ გადავალთ, ეს გამორიცხულია. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ პროგრამები ნებისმიერი სახის დაგეგმილი თუ უკვე ახორციელებული პროგრამების მაგალითზე, ესე ვთქვათ, დავხვეწოთ პროგრამა და მომავალში უფრო ეფექტური და გამართული პროგრამა გავაკეთოთ. დიდი მადლობა, კვლავ მაყურებელია ეთერში. საღამომშვიდობისა, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო. მოგესალმებით. გამარჯობა. ერთი ასეთი შეკითხვა მინდა დაგისვათ. აი ეს ბარათი, ახლა ლაპარაკობთ. ის დახუნის ბარათი, რომელიც უკან დაბრუნდა. როდის ის ქულები, როდის ჩაირიცხება იმ 50 ქულიან ბარათთან ერთად? თქვენ როდის გააგზავნეთ ბატონო, თუ შეიძლება აღებისთანავე, როგორც კი დაიწყო დარიგება, მეორე დღესე ავიღეთ ეს ბარათი, ჩვენ დახმული გქონდა უკვე და მივაბრუნეთ უკან. და ეს ქულები როდის დაგვერიცხება იმ მეორე ბარათს? დიდი მადლობა ზარისთვის. უპასუხო თუ შეიძლება აღნიშნული ბარათების ხდება შეგროვება, ანუ ვერ მოხდება ისე რომ მე დღეს რო დავაბრუნე ბარათს, ხვალე ის უკვე მოხდება სააგენტოში და ანალოგიურად ზეგ მოხდება ამ თანხის დაბრუნება, ხდება შეგროვება რაღაცა რაოდენობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არის გამოყოფილი ერთი სპეციალისტი, ანუ ადამიანი, რომელიც ამ საქმეს მსახურება, დააგროვებენ ამ ბარათებს, ხდება მისი ჩატანა უკვე სააგენტოში და მას მერე როგორც კი მიღება ჩაბარების აქტი გაფორმდება, რამ სულ რამოდენიმე დღეში თუ არ ვწდები სამუშაო დღეა, ზუსტად ვერ ვიტყვი, მოვატყუო, უკვე მოხდება აღნიშნულ ბარათზე პროპორციულად ქულების დარიცხვა. ანუ მომავალი კვირისთვის უკვე უნდა ვივარაუდოთ, რომ უბრალოდ ვერ ვიტყვი ეს ბარათები ჩატანილია თუ არა, მან უნდა მიმართოს თავისი თემის რწმუნებულს, რომელიც განუმარტავს მას გაატანა ეს ბარათები უკვე შეიძლება მას არც მიუტანია ხო ჯერჯერობით გამგეობაში ეს ბარათი თუ არ მოხდა სააგენტოში და არ მოხდა მიღება ჩაბარება ისე ახლა იქ არავინ არ იცის ვინ კონკრეტულად ვინ დააბრუნა ბარათი და ვის რა პრობლემა აქვს რა ესე ანუ მაინც უნდა მიაკითხოს აუცილებლად თავისი თემის რწმუნებულს მიაკითხოს და დაინტერესდეს ბარათები მოხდა თუ არა უკვე სააგენტოში და შემდგომ ამისა სულ რამოდენიმე დღეში მოხდება ამ ბარათების უკან დაბრუნება. თიკო ერთს დავამატებ, ეს არ გახლავთ არანაირი ბიუროკრატიული მექანიზმი, რატომაც დაუშვათ დაიგვიანებს აგრობარათებზე თანხის დარიცხვა, რომელიც ასახული არის სახნავ ბარათებზე. ეს არის უბრალოდ მერწმუნე დროის ფაქტორი 600.000-მდე ბარათის დამუშავება და გადატანა ხდება მასე დარიცხული თანხებისა აგრობარათებზე. ეს არის უბრალოდ შეიძლება დროში გაიწელოს ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ რიცხოვნობა არის ძალიან ბევრი. არანაირი სხვა ბიუროკრატიული მექანიზმი ამ საქმეში და ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს დღეებში, რა თქმა უნდა, თუ ბარათი ჩატანილია, თუ რეესტრი გაკეთებულია, მუნიციპალიტეტის მიერ ჩატანილი არის პროექტების მართვის სააგენტოში ბარათი, უახლოეს დღეებში უნდა დაირიცხოს თანხა აგრობარათებზე. დიდი მადლობა. და უკვე დროა დასასრულისკენ წავიდეს ჩვენი გადაცემა, რაც შეეხება ბოლო კითხვას. პროექტი რომ შევაფასოთ. გასულ წელთან შედარებით ფაქტია, რომ უფრო დაიხვეწა ბატონო ილია პროექტი, თუმცა არის ხარვეზები, რაზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. როგორ ფიქრობთ, მაინც გლეხებს რამდენად წარადგა, რამდენად დადებითი და უარყოფითი თვისებებით დავახასიათოთ, დადებითი და უარყოფითი მხარეები გამოვავლინოთ. როგორ ფიქრობთ, პროექტი თვითონ რამდენად წარადგა მოსახლეობას? მე მაინც მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან დიდი პროგრესი, რამოდენიმე ათეული წელია არ უგრძნია არც ერთ ფერმერს თუ მიწათმოქმედს თუ მიწათმფლობელს, რომ ასეთი მასშტაბური სამუშაოებში დახმარებოდა მას სახელმწიფო. ანუ პროექტის მიმდინარეობისას ყოველთვის ხდება ხარვეზები, ყოველთვის არსებობს ხარვეზები. ამ ხარვეზების გათვალისწინება ხდება ყოველთვის და სისტემატურად უფრო და უფრო იხვეწება პროექტი, მინდა გითხრათ და აი დარწმუნებული ვარ მომავალ წელს მომდევნო პროექტები თუ რა თქმა უნდა გაგრძელდება და დიდი იმედი მაქვს მე რომ გაგრძელდება ესეთი პროექტები, უფრო და უფრო დაიხვეწება და უფრო და უფრო სრულყოფილ სახელს მიიღებს. რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, ძალიან ბევრი უკმაყოფილოა გამომდინარე იქიდან რომ საშემოდგომოდ მათ უკვე მოხნეს და დამუშავებული აქვს თავიანთი ნაკვეთები და ფაქტიურად ვერ იყენებენ, მაგრამ ესეც არ ხდება რა, გამოუყენებელი არ რჩება, ის ბარათი არ უქმდება. ანუ პროპორციული ქულა და ის
ასე რომ ვთქვათ, ფულად სარგებელს ის მაინც ღებულობს ფერმერი რა. ესე რომ ვთქვათ, ეს ბარათი წყალში იყრება და ეს არის აბსურდი. მაინც ღებულობს სარგებელს და ძალიან კარგ სარგებელსაც და მე ვფიქრობ, რომ ამის გათვალისწინებაც მოხდება ჩემი აზრით და კონკრეტულად მთელ საქართველოში თუ ალბათ ჩვენს რეგიონში მაინც იქნება ის, რომ საგაზაფხულო ხმის ბარათებს ვადა დიდი იმედი მაქვს გაუგზელდება შემოდგომამდე, რომ აღნიშნული პრობლემებით უკვე აღარ იყვნენ, რა თქმა უნდა. დიდი მადლობა თქვენ განაცემას შეფასებას პროექტის ბატონო თამაზ მით უმეტეს მეორე წელია უკვე უშუალოდ ხართ ჩართული ამ პროგრამაში. დიახ, ერთს დავამატებ, მინდა ჩვენს ძვირფას ფერმერებს შევახსენო, რომ აგრობარათი არის მრავალფუნქციური ბარათი, რომელთაც შესაძლებელი არის აგროსესხის აღება, დაბალპროცენტიანი აგროსესხის აღება. ანუ პირდაპირ, როდესაც მოხდება უკვე ბანკიდან აგრობარათის გაცემა მის მფლობელზე, შესაძლებელი არის ბანკშივე, იმავე დღესვე, იმავე წუთში ჩვენო ფერმერებმა აიღონ დაბალპროცენტიანი სესხი, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან წაადგებათ ფინანსური კუთხით ჩვენს ფერმერებს. რაც შეეხება პროგრამას, გასული წლის პროგრამა წლევანდელ პროგრამასთან შედარებით, რა თქმა უნდა, ნაკლოვანებებით, ესე ვთქვათ, მეტი ნაკლოვანებები ქონდა გასული წლის პროგრამას. წელს ბევრი რამე დაიხვეწა, თუნდაც ის, რომ ერთ მაღაზიაში გვინდა თუ არ გვინდა თანხის დახარჯვა, მაინც აღარ დავხარჯავ თანხას, გადავალთ ნებისმიერ ჩვენთვის სასრული მაღაზიაში და თუნდაც 5 ლარის გამოყენებით, თუნდაც ლარის პროდუქციის გამოტანით ჩვენ შევძლებთ ჩვენს აგრობარათზე დარიცხული თანხის, ანუ ქულების ამ შემთხვევაში თანხის ამოწურვას. ასევე სიახლე არის ის, რომ შარშან არ იყო აგრობარათი, ანუ ელექტრონული ბარათი შარშან არ იყო, წელს უკვე არის და მას 10 წლიანი ვადა აქვს, ანუ 10 წლიანი პერსპექტივით არის გაცემული და რაც ყველაზე მთავარია, ბევრად დაემატა ბენეფიციარების რიცხვი, გაზრდილი არის და ვფიქრობ, რომ მომავალში უფრო დახვეწილი, უფრო პროდუქტიული და უფრო სასარგებლო პროგრამებს შევთავაზებ ჩვენს ძვირფას მოსახლეობას. დიახ და ბოლო კითხვა და ძალიან მოკლე პასუხი თუ შეიძლება, გაგრძელდება თუ გაქვთ ინფორმაცია, გაგრძელდება თუ არა მომავალ წელსაც აღნიშნული პროექტი, თუ ეს უბრალოდ არის წინასაარჩევნო კამპანიის პიარის ნაწილი. ზუსტი ინფორმაცია სამწუხაროდ არ გაგვაჩნია იმის შესახებ თუ რა სახით გაგრძელდება პროექტი, კონკრეტულად დააფინანსებს ის ჰექტარ და 25 მიასცეთ ფართობის მფლობელებს, თუ უფრო ნაკლებს ან თუ უფრო მეტი ფართობის მფლობელ ფერმერებს. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამები გაგრძელდება, სახელმწიფოს ძალისხმევა და სახელმწიფო სუბსიდიების გახარჯვა ამ კონკრეტული დარგის აღორძინებისათვის უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით, მთელი ქვეყნის მასშტაბით პრიორიტეტულად იქცა და ვფიქრობ და ვიმედოვნებ, რომ მომავალში ბევრად დახვეწილი და ესე ვთქვათ, მრავლისმომცემი პროგრამებს შესთავაზებ ჩვენი სახელმწიფო ჩვენს ფერმერებს. დიდი მადლობა ბატონებო, დროა დაგემშვიდობოთ. ამით ფერმერის საათი დასრულებულია. შეგახსენებთ, რომ ჩვენ და სტუდიაში სტუმრად იმყოფებოდნენ ბატონი თამაზ ქველაძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ათიგენის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის უფროსი და ბატონი ილია თედორაძე, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასპინძის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის უფროსი და ჩვენ საუბრობდით სასოფლო სამეურნეო ბარათებზე. ეს იყო გადაცემა ფერმერის საათით იგო კურტანიძესთან ერთად. მე კეთილის სრულებით გემშვიდობებით, ჩვენს ეთერს კი გააგრძელებს საინფორმაციო გამოშვება ეკო. ნახვამდის.